მოგესალმებით, მე ვარ ნინი, მენტალური ზრდის აკადემიის მენტორი და დღევანდელ ვიდეოში მინდა მოგიყვეთ თუ როგორ გამოვძვერი მატრიცის თამაშებიდან, როგორ დავხაკე ეს რეალობა და რა დამეხმარა ამაში. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს იყო საკმაოდ გრძელი გზა, დაახლოებით 3-4 წელია მე გამოღვიძებულ მდგომარეობაში ვარ და ვცდილობ, რომ მატრიცის ტყვეობიდან გამოვიდე. ძალიან ბევრი პრაქტიკები, ტექნიკები, მიმართულებები გამოვცადე საკუთარ თავზე, მათ შორის ტრანსცენდენტული მედიტაცია, ტვინის ვარჯიშები, ფენშუი, ნატურალური ქვები, რიცხვები და მათთან ურთიერთობები და ასე შემდეგ. ეხლა ალბათ ჩემი მსვენელისთვის ძალიან კარგად არის ნაცნობი, თუ რაოდენი დიდი მიმართულებები გვაქვს სულიერი განვითარების გზაზე და აქვე მინდა გითხრათ ის, რომ ყველა ეს მიმართულება, რომელიც დღეს ცნობილია, მართლა ეხმარება ადამიანებს იმაში, რომ გამოიღვიძონ, იმაში, რომ სწორი მიმართულებით იცხოვრონ და საკუთარი არსებობა, საკუთარი ცხოვრება გახადონ უფრო კარგი. თუ ვინმე ეხლა ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი არის სისულელე, თუ ვინმე ფიქრობს, რომ რაღაცას ვიგონებ, ამ ფიქრსაც აქვს არსებობის უფლება და შეგიძლიათ, რომ ეს იფიქროთ, ეს თქვენი ნებაა. და ყველა მართლა ვერ გაიგებს იმას ახლა რასაც ვიტყვი, მაგრამ შეიძლება იყოს ვიღაც, ვისაც ძალიან დაეხმარება ეს ვიდეო, ისე როგორც მე თავის დროზე რაღაც ვიდეოები დამეხმარა, ასე რომ თუ თქვენთვის საინტერესოა ის თემა თუ როგორ დავაღწიოთ თავი მატრიცის თამაშებს, დარჩით და დავიწყოთ ამაზე საუბარი. პირველი ინსტრუმენტი, რაც დამეხმარა და რა ვიცი, დღემდე აქტიურად ვიყენებ, ეს არის ჩარლზ ენელის სურვილების ასრულების მასტერ გასაღები და მისი ტვინის ვარჯიშები. ეს წიგნი მე ყოველდღიურ გამოყენებაში მაქვს, აი მართლა რა ვიცი, გადაღეჭილი მაქვს, ასე ვთქვათ და მართლა ძალიან კარგი ინსტრუმენტია. ამასთან არ შემიძლია არ აღვნიშნო ვადიმ ზელანდის რეალობის ტრანსერფინგი, აწყოს ძალა და რა ვიცი, ახლა აქ ვერ ჩამოვდი იმ წიგნებს, რომელიც გადაკითხული მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით და სხვათა შორის ყველა ეს წიგნი, რომელიც წამიკითხავს, ან რომელსაც ალბათ აწი წავიკითხავ, ემსახურება ერთ რაღაცას. იმას, რომ მიხვდე ამ სამყაროში ყველაფერი არის ილუზია და ყველაფერი არის ჩვენ მიერ შექმნილი. და ეხლა მართლა ვეცდები როგორმე მარტივი ენით აგიხსნათ, რას ნიშნავს ეს. ესე იგი, ჩვენ როცა დავიბადეთ, პირველი სიტყვები გავიგონეთ მშობლებისგან. ხო, მოგმართეს სახელით, ხო, დაგვიძახეს სახელი. შემდეგ გვითხრეს, რომ ვართ გოგო ან ბიჭი. შემდეგ წავედით ბაღში და იქ გვითხრეს, რომ რაღაც არსებობს წესები, რომელ ამ წესებს უნდა დაიმორჩილო. ასევე წესები გქონდა სახლში. თუ თქვათ რაღაცას გავტეხდით და დავაზიანებდით, მშობელი გვეტყოდა, რომ ანუ ეს ცუდია, ცუდი საქციელი ასე არ უნდა მოიქცე, ხო? ასევე თუ რაღაცას კარგად გავაკეთებდით, კარგად ოღონდ ჩვენი მშობლებისგან მოსახეთიდან კარგად. მაშინ გვეტყოდნენ, რომ ხო, ოჩახ, კარგი გოგო ხარ. ანუ ბავშვობაში შეგვექმნა წარმოდგენა კარგსა და ცუდზე. ბავშვობიდანვე გვითხრეს, რომ რაღაცები არის კარგი, რაღაცები არის ცუდი. და თურმე არსებობს რაღაცა წესები, რომელ წესებსაც ყველა ადამიანი ემორჩილება და მე როგორც ინდივიდი, ადამიანი, საზოგადოების, სამყაროს, რა ვიცი, ჩემი ქვეყნის წევრი, უნდა დავემორჩილო ამ წესებს, თუ მინდა რომ ამ საზოგადოებამ მიმიღოს. ესე იგი, თავიდანვე მე მომაქციეს რაღაცა წესებში, რომელ წესებსაც თუ არ დავემორჩილებოდი, ვიქნებოდი გარიყული საზოგადოებიდან, ოჯახიდან, თემიდან, მეგობრებიდან და ასე შემდეგ. მე მგონი ამაზე ყველა ვთანხმდებით, რომ ყველა ოჯახში, ყველა ქვეყანაში არსებობს ზოგჯერ მსგავსი, ზოგჯერ განსხვავებული წესები, იმის მიხედვით თუ რა საზოგადოებაა იქ შექმნილი. ამაზე ალბათ ყველა ვთანხმდებით და ესე იგი ჩვენ ვიზრდებოდით და ფონად გქონდა ის, რომ არსებობს რაღაც წესები, თუ ამ წესებს დავიცავ, მე ვიქნები კარგი ადამიანი, თუ არ დავიცავ, ვიქნები ცუდი ადამიანი. ცხოვრების განმავლობაში, როდესაც გქონდა ჩვენი პირადი თავგადასავლები, რაღაცეები კარგად გამოგვდიოდა, რაღაცეები ცუდად გამოგვდიოდა. ანუ უკავშირს სხვა ადამიანებისგან ვიღებდით, ხან კარგი გოგო ხარ, ხან ცუდი გოგო ხარ, ხო? შეიძლება ესე პირდაპირ ვინმე კარგსა და ცუდს არ გვეუბნებოდა, მაგრამ ხდებოდა ჩვენი შეფასება სკოლაში ნიშნებით და იმის მიხედვით თუ როგორ სწავლობდით და თუ ვიყავით 1000-იანი ან 500-იანი, ხდებოდა ჩვენი იდენტიფიცირება როგორი შვილი ვიყავით. იმის მიხედვით თუ მშობლებს არ ვაწუხებდით ჩვენი ხმაურით, ზედმეტი კითხვებით, რაღაცა პირადი ინტერესებით, ვიყავით კარგები, ანუ თუ ვეტეოდით იმ ჩარჩოში, რომელიც მოგცეს მშობლებმა,
და ჩვენს მშობლებსაც თავის დროზე სხვებმა მისცეს ეს წესები, ხო? ანუ ამ წესების გავლენით ჩვენ მოკლედ ვიყავით კარგები ან ცუდები. აქ კიდევ მინდა ერთი რაღაცა ჩავამატო, როდესაც ჩვენ ვიბადებით, ჩვენ ვართ სხეულში. ანუ ეს სხეული არის ჩვენი ავატარი. და სინამდვილეში ჩვენ ვართ სულიერი არსებები და ამას გვასწავლის ყველა რელიგია, რომ ჩვენ ვართ სული, რომელიც მოვიდა დედამიწაზე და აქვს დროებით გამოყენებაში ეს სხეული. ხო, ეს ყველა ვიცით და ამაზეც ყველა თანხმდებით. და სხვათა შორის, როდესაც ადამიანი იბადება, მას აქვს მისი ცხოვრებისეული მისია. ანუ მისი სული რატომ დაიბადა, რატომ გავჩნდით? ყველას აწუხებს ალბათ ეს კითხვა, ხო? როცა დავიბადე და გავჩნდი მე, რაღაცის გამო დავიბადე. ანუ ტყუილად არ დავიბადებოდი, ხო? შემთხვევით ვიცით, რომ არაფერი არ ხდება დედამიწაზე და ყველაფერი არის ღმერთის ნება. და როდესაც ჩვენი ზრდის პროცესში ამ ჩვენ სულს რაღაც უნდოდა და ის არ ხდებოდა, ანუ ვერ აკეთებდა ეს სული იმას, რასაც უნდოდა, პატარავდებოდა, იჩაგრებოდა და სადღაც იმალებოდა. მაგალითად, თუ ჩემს სულს უნდოდა, რომ მე ვყოფილიყავი პირობითად ბალერინა და მეცეკვა დიდ სცენაზე და ოჯახში მითხრეს, რომ ბალეტი ცუდია და არ გამოგადგება და ბალეტს თუ გაყვები, შენ შემოსავალი არ გექნება და იქნები ღარიბი, მე ხო ეს დავიჯერე. და ანუ ჩემი ეს სულის მოთხოვნილება, რომ ყოფილიყავი მოცეკვავე, სადღაც მივჩქმალე და გავხდი პირობითად მასწავლებელი, ან პირობითად ბანკის თანამშრომელი, იმიტომ რომ იმ პერიოდში, როცა მე ვიზრდებოდი და პროფესიას ვირჩევდი, პოპულარული პროფესია იყო, თქვათ, ბანკის თანამშრომლობა, ექიმობა, მასწავლებლობა და ასე შემდეგ. ანუ ჩემი პირადი სურვილები, ჩემი სულის სურვილები, მე მივჩქმალე, სადღაც ჩავტენე და გავაკეთე ისე, როგორც იყო საჭირო, როგორც ჩემს მშობლებს მოსწონდათ, როგორც საზოგადოებაში იყო მიღებული, როგორც სამყარომ დამანახა, რომ აქ მე ფული მექნება და ეს ფული რისთვის მჭირდებოდა? ფული მჭირდებოდა იმისთვის, რომ მქონოდა სახლი, საჭმელი, რა ვიცი, შემძლებოდა სადმე წავსულიყავი, უზრუნველ მეყო საკუთარი თავი, სხვადასხვა საჭიროებებით, რასაც ფულით შევძლებთ და რასაც ფულით ვიყიდით. შემდეგ თავისთავად დავიწყე მუშაობა ისეთ ადგილზე, სადაც არ მინდოდა მემუშავა, თავისთავად ჩემს სულს არ მოეწონებოდა ის გარემო, სადაც ვიყავი და აქ უკვე სული და გონება ერთმანეთთან მოვიდა უთანხმოებაში. ანუ სულს ერთი რაღაცა უნდა, გონებას სხვა რაღაცა უნდა. უნდა გონებას იმიტომ, რომ საზოგადოებაში ასეა საჭირო. ანუ ჩვენ ვემორჩილებით გონებას და არა სულს. ამ გონებას მართავს ეგო. ვიცით ახლა ეგოს შესახებ ყველაფერი, თუ მოგვინდება ამის გაგება რა არის ეგო და როგორ მართავს ის ჩვენს სხეულს და გონებას, რა ვიცი, შეგიძლიათ ინტერნეტშიც მოიძიოთ, თუ გსურთ ჩემგან გადმოცემული ამაზე ინფორმაცია, დამიწერეთ კომენტარებში და ამაზეც ჩავწერ პატარა ეპიზოდს. შემდეგ ნახეთ რა ხდება. ანუ უთანხმოებაშია ჩემი სული და გონება, ამის გამო მე ხშირ შემთხვევაში მაქვს ცხოვრებაში წინააღმდეგობები, რაღაცა შემემთხვა, რაც არ მინდოდა რომ შემთხვეოდა, ამან გამაღეზიანა, გამიფუჭა ხასიათი და ჩემს ხასიათში გაჩნდა უკმაყოფილება ცხოვრების მიმართ. ანუ მე უკვე ცხოვრება აღარ მომწონს. როცა პატარა ვიყავი და ბავშვი ვიყავი, მაშინ ენერგიაც მქონდა, ხალისიც მქონდა, ყველაფერს დიდი სიხარულით ვაკეთებდი, მაგრამ როცა უკვე ვიზრდებით და ხდება ცხოვრებაში წინააღმდეგობები, ან გვსჯიან, ან იმას არ გვიკეთებენ, რა ჩვენ მოგწონს და რა ჩვენ გვინდა, ან გვიკრძალავენ, ხდებით უკმაყოფილოები, ხო ასე? ანუ ვართ უკმაყოფილოები. დააკვირდით ბავშვებს, უკვე 10 წლის შემდეგ ძალიან ხშირად აქვთ გამოხატული უკმაყოფილება სახეზე. ანუ ხშირად არიან მოწყენილები. და მათ უკვე ეკარგებათ ეტაპობრივად ცხოვრების ხალისი. და ცხოვრების ხალისის დაკარგვა არის ჩვენი სასიცოცხლო ენერგიის დაკარგვის ტოლფასი. თუ თავიდან ნელ-ნელა გვაკლდება ეს სასიცოცხლო ენერგია, როდესაც უკვე ზრდასრულ ასაკში შევდივართ 20 წლის, 25 წლის, უკვე განადგურებული გვაქვს ჩვენი მენტალური ჯანმრთელობა. იმიტომ რომ სახლში სულ ჩხუბობთ ოჯახის წევრებთან, სამსახურშიც გვაქვს უკმაყოფილება იმის გამო, რომ ჩვენი ხელფასი არ მოგწონს, იმის გამო, რომ რომელიღაცა თანამშრომელმა რაღაცა ისე არ გვითხრა, როგორც მოგწონს და პირად ურთიერთობებშიც მთლად ვერ ვალაგებთ ყველაფერს, იმიტომ რომ ხასიათში გვაქვს უკვე გამჯდარი უკმაყოფილება. თუ გინდათ დატესტეთ და რა ვიცი, ყველა 20 წუთში შეამოწმეთ საკუთარი თავის სარკეში როგორ გამოიყურებით.
ძირითადად სახე გვაქვს ჩვენ აი ასე მოღუშული. ანუ ადამიანის განწყობა იმ პერიოდში, როცა მას ღვიძავს, არის მოწყენილი. და ეს მოწყენილობა მას ხასიათში ისე აქვს გამჯდარი, შეიძლება რაღაცამ რამდენიმე წუთით გაახაროს, მაგრამ 1 საათში ეს სიხარული, ალბათ მაქსიმუმ 1 საათში, ეს სიხარული გაქრება და ადამიანი კვლავ მოწყენილი და მოღუშულია. და მეგობრებო, აი ეს მოწყენილობა, მოღუშულობა, ცხოვრებისგან უკმაყოფილება ყოველდღიურად ქმნის უფრო ცუდ მომავალ ცხოვრებას. ანუ, რაც უფრო ხშირად ვარ მე მოწყენილი, მით უფრო ცუდი მომავალი მაქვს და როდესაც უკვე დავბერდები, ვიქნები, რა ვიცი, ისეთი მოხუცი, რომელიც არავის არ ეყვარება, რომლისგანაც თავის დაღწევა ყველას უნდა, რომელსაც არავინ არ უსმენს. დააკვირდით საქართველოში მცხოვრებ მოხუცებს, ძირითადად, უმრავლესობას, მე რასაც ვხედავ, ჩემს რეალობაში ასეა. აქვთ მოღუშული, მოწყენილი, გატანჯული სახე. იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, მათ ტანჯული ცხოვრება ჰქონდათ. ტანჯული ცხოვრება რატო ჰქონდათ? იმიტომ რომ მთელი ცხოვრება იყვნენ რაღაცის უკმაყოფილოები. და ჩვენც ხშირად ღვიძარე გონების უმეტეს ნაწილში ვართ უკმაყოფილოები. მოდით ახლა მივიდეთ იქ, საიდანაც დავიწყე ჩვენი დღევანდელი ვიდეო. ცხოვრება არის ილუზია. ანუ თუ ჩვენ ვქმნით უკმაყოფილებას გონებაში, ჩათვალეთ, რომ უკნიდან პროექტორს ვაშუქებთ ამ უკმაყოფილებას და მომავალ ცხოვრებაშიც ასეთივე ცუდი უკმაყოფილო მოვლენები გვექნება. კიდევ ერთხელ და მინდა უფრო მარტივად აგიხსნათ. თუ ჩვენ მუდმივად ვართ უკმაყოფილოები, ამას ვაძლევთ ენერგიას, ვკვებავთ და ეს ნაკვები კარგად გამძღარი უკმაყოფილება უფრო იზრდება და მრავლდება ცხოვრებაში. მაშინ როგორ უნდა დავაღწიო თავი მატრიცას და როგორ უნდა გამოვიდე ამ უკმაყოფილების ქაოსიდან. წარსულს, რა თქმა უნდა, ვერ დავაბრუნებ და უკან ვერ დავბრუნდებით. და ზოგადად დროც არის ილუზორული და ამას კიდე ცალკე ვიდეო უნდა დაეთმოს. და რა უნდა ვქნა? როგორ მოვიქცე? დავაკვირდე საკუთარ თავს და როდესაც ვიქნებით სუთ ხასიათზე, რაღაცა მოვძებნოთ ჩემს ცხოვრებაში ისეთი, რაც კარგ ხასიათზე დამაყენებს. ანუ ჩემს ფოკუსს, რომელიც იყო მიმართული უკმაყოფილებაზე, შემიცვლის და გადამიტანს რაღაცაზე, რაც არის სასიამოვნო. შეიძლება ახლა იფიქროთ, რომ ჩემს ცხოვრებაში არაფერი არ არის სასიამოვნო და აი რას ვუყურო? მესმის, ჩემს ცხოვრებაშიც იყო ასეთი დღეები, როდესაც ვერაფერს ვერ პოვლობდი, რაც მახარებდა. ამიტომ ვიქნები ბანალური და განმეორდები, რომ დაიწყეთ პატარა რაღაცების შემჩნევა თქვენს ცხოვრებაში. აი მაგალითად, ხო გაიღვიძეთ და გათენდა. აი ამაზე თქვით კმაყოფილება, რომ აუ რა მაგარია გავიღვიძე. შეიძლება თვლით, რომ რა ვიცი, რატო უნდა ვიყო ამაზე მადლიერი, ყოველდღე ისედაც ვიღვიძებ. მაგრამ დაფიქრდი, შეიძლება ვიღაცამ საერთოდ ვერ გაიღვიძა. და ახლა გამახსენდა ერთი მომენტი ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც ალბათ გარკვეულწილი გარდატეხა მოახდინა ჩემს ცნობიერებაზე. ბათუმში ბარბარეს ეკლესია, ალბათ ყველა მიცით, იქ იყო ქალბატონი, რომელიც მოწყალებას ითხოვდა, ეტლით იჯდა ეს ქალი და მახსოვს მამა არჩილთან ვიყავი. ახსარებაზე არა, ისევ ესაუბრებოდი და ვუთხარი, რომ ძალიან უკმაყოფილო, უბედური ვიყავი ჩემი ცხოვრებით, ძალიან ცუდ ხასიათზეც ვიყავი და მამა არჩილმა გამახედა იმ ქალბატონისკენ და მითხრა და მკითხა ასეთი რაღაც. ეხლა შენი ცხოვრება არის უფრო კარგი თუ იმ ქალბატონის ცხოვრება, რომელიც აი მეტლში ზისო და მაშინ ვერ უპასუხე, ძალიან შემრცხვა. და ეგ კითხვა დავტოვე ღია. რა თქმა უნდა, ეხლა მაგ კითხვაზე პასუხი არის ის, რომ ჩემი იმდროინდელი მდგომარეობა ჯობდა ეტლში მჯდომარე ქალბატონის მდგომარეობას, მაგრამ მაშინ ამას მე საერთოდ ვერ ვაფასებდი. ამიტომ თუ გინდათ გამოხვიდეთ მატრიცის თამაშებიდან და კარგად დააკვირდეთ, ეს არის თამაში. უნდა ეთამაშოთ რეალობას. როდესაც ხართ მოწყენილი, უნდა მოუგოთ ეს თამაში და ყურადღება უნდა გადაიტანოთ კარგ რაღაცაზე, რომ თქვენი განწყობა გაუმჯობესდეს. ეს უნდა გააკეთოთ დღეში, რა ვიცი, ძალიან ბევრჯერ.
თავიდან მოგიწევთ ხშირად ამის გაკეთება, მაგრამ შემდეგ უკვე ხასიათში ჩაგიჯდებათ არა უკმაყოფილება, არამედ პირიქით კმაყოფილება და თქვენი სახე, რომელიც ადრე იყო სულ მოღუშული, ნელ-ნელა თავიდან ისწავლის როგორ იყოს მომღიმარი. ბავშვები არიან სულ გაღიმებულები, დააკვირდით, მათი გამომეტყველება არის პოზიტიური. მაგრამ დროთა განმავლობაში უკვე იცვლება მათი გამომეტყველება და არიან მოწყენილები და ჩვენ ზრდასრულები სულ ვართ მოწყენილები და თუ გინდათ რომ მატრიცას დააღწიოთ თავი და გამოხვიდეთ ამ ნეგატიური ცხოვრებიდან, უნდა ეცადოთ თქვენი განწყობის მართვას. თუ განწყობას ვმართავთ, თავს დავახსევთ იმ ნეგატიურ ცხოვრებას, რომელიც არ მოგწონს. ხომ ეხლა მარტივად გეჩვენებათ რა უნდა ეხა განწყობის მართვას, მაგრამ ეს ყველაზე რთულია, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ვართ ავტომატურები და გვავიწყდება რომ განწყობა ვმართოთ და ჩვენს გონებაში მოდიან ფიქრები. არავინ არ მოგატყუოთ იმას, რომ ამ ფიქრების შემოდინებას თქვენ შეწყვეტთ, არ ხდება ფიქრების შემოდინება არის ავტომატური პროცესი, რომელსაც ჩვენი ქვეცნობიერი გონება აწარმოებს, ისევე როგორც სისხლის მიმოქცევას, გულისცემას, სუნთქვას, აი ასე ფიქრებიც ავტომატურად უნდა შემოვიდნენ ჩვენს გონებაში, მაგრამ ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ, დავაკვირდეთ, რა ხარისხის არის ეს ფიქრები და შევცვალოთ ისინი პოზიტიური ფიქრებით და ეს შეცვლა შეიძლება მხოლოდ ყურადღების გადატანით. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ადამიანმა უნდა ისწავლოს დღევანდელ ცხოვრებაში, არის ყურადღების მართვა. იმიტომ რომ რასაც ვაქცევთ ყურადღებას, ის მრავლდება ჩვენს ცხოვრებაში. არ ვიცი, რამდენად გასაგებად აღიხსენეთ ახლა ეს თუ როგორ უნდა დააღწიოთ მატრიცას თავი. თუ კითხვები იქნება კომენტარებში, ძალიან კარგი იქნება და ამ კითხვებზე ჩავწერ სხვადასხვა ვიდეოებს და უფრო პრაქტიკულ რჩევებსაც გაგიზიარებთ, გამომდინარე იქიდან თუ რა კითხვებიც იქნება დასმული ვიდეოში. აქვე გეტყვით იმას, რომ ვატარებ პირადი მენტორინგის პროგრამას, რომელიც არის ფანტასტიკური და თუ ვიმეს გინდა ძალიან სწრაფად დააღწიოთ თავი მატრიცის თამაშებს და სწრაფად გახვიდეთ შედეგზე, აუცილებლად მომწერეთ და გავიაროთ პირადი მენტორინგის სესიები. მართლა ძალიან საინტერესოა ერთ-ერთზე მუშაობა და უფრო სწრაფად გავდივართ შედეგზე. მე ახლა დაგემშვიდობებით, იმედს ვიტოვებ, რომ გამოიწერთ ჩემს არხს, დააკომენტარებთ და გაუზიარებთ სხვა ადამიანებს, რათა ჩემთვისაც იყოს ეს მეტი мотиваცია, რომ უფრო საინტერესო ვიდეოები ჩავწერო.